Კვლავ მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს პროექტ Zoom-ის ვიდეო მიმოხილვები და ჩვენი შემდეგი სტუმარი არის არა მობილური ტელეფონი, არამედ Asus-ის შესანიშნავი პლანშეტური ტიპის მოწყობილობა Asus EEPad TF101, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ვთქვათ, ტექსტური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ჩვენ საიტზე www.zoomer.g, ხოლო რაც შეეხება ვიდეო მიმოხილვას, სწორედ მასზე ვისაუბრეთ დღეს ჩვენ. თავად ხედავთ, როგორ გამოიყურება, საკმაოდ დიდი ზომის არის საკმაოდ თხელი და აღინიშნოს, რომ აქვს საკმაოდ დახვეწილი და ლამაზი დიზაინი. მისი უკან მხარე არის პლასმასისგან, თუმცა აქვს საკმაოდ დიდრული ელფერი, ესე ვიტყოდი მე. და ეკრანის ზომა შედგეს 10.1 დიუნს. მე აქ ამასობაში ავიეკლები, შეგიძლიათ ხელი დაუქნიოთ ერთმანეთს. რაც შეეხება ამ პლანშეტს, იგი გამოვიდა 2011 წლის აპრილში. მისი წონა შედგენს 680 გრამს. ეკრანის გაფართოებას რაც შეეხება, ეკრანის გაფართოება შედგენს 1288 პიქსელს, ხოლო ზომა, როგორც უკვე მოგახსენეთ, არის 10.1 დიუმი. მის ეკრანს გააჩნია ყველა ის ფუნქცია, რომელიც გააჩნია ეკრანების უმეტესობას, მას გააჩნია multitouch, ანუ ორი თითით ხდება ოპერაციის შესრულება, გააჩნია აქსელომეტრი, გიროსენსორი და ასე შემდეგ. შიდა მეხსიერებას რაც შეეხება, გააჩნია მას 16 გიგაბაიტის ტევადობით, ხოლო ოპერატიული მეხსიერება გააჩნია 1 გიგაბაიტი. ასევე ამ პლანშეტს გააჩნია 5 მეგაპიქსელიანი კამერა უკან, ხოლო 1.2 მეგაპიქსელიანი კამერა ვიდეო ზარებისთვის წინ. რაც შეეხება სისტემას, იგი მუშაობს Android-ის 3.0 ვერსიაზე, რომელიც შეგიძლიათ განახლოთ 3.2 ვერსიამდე. პროცესორი, რაც მთავარი არის, მას გააჩნია Nvidia Tegra 2 ტიპის პროცესორი, 1 გიგაჰერციანი და 2 ბირთვიანი, რომელიც მას ხდის ძალიან სწრაფს, ძალიან მოქნილს და შეგვიძლია თამაშები თავისუფლად გავუშვოთ მასზე, ვითამაშოთ და დავტკბეთ მისით. ასევე გააჩნია GPS-ი, ანუ შეგიძლიათ ნავიგაცია ქალაქში და შემდეგ რუკის საშუალებით, ასევე გააჩნია HDMI კაბელი, რომლის საშუალებით შეგვიძლია შევუერთოთ დიდ ტელევიზორს, ანუ ისე ვთქვათ, უფრო მაღალი გაფართოების დიდ ტელევიზორს და გავუშვოთ მასზე ვიდეო, სურათები თუ ასე შემდეგ. და მას კომპლექტში თან ახლავს შესანიშნავი მოწყობილობა, რომელმაც მე ფაქტურად ჩემი გამოცება გამოწვია, ეს არის კლავიატურა, რომელშიც შეგვიძლია ჩვენ განვათავსოთ. კლავიატურას რაც შეეხება, თავად ხედავთ როგორი კლავიატურა არის, აქ არის USB პორტი 1, ხოლო მეორე არის აქეთ მხარეს. გააჩნია ჩვეულებრივი ნეტბუქის სტილის და ლეპტოპის სტილის touchpad-ი, 2 ცალი ხილაკით, გვერდი კლავიატურა და შეგვიძლია ახლა უკვე მოვათავსოთ ჩვენი პლანშეტი მასში. ძალიან ადვილად მოხდა დაფიქსირება და თავად ხედავთ, რომ ჩვენი პლანშეტი გადაიქცა ნეტბუქად, Android ნეტბუქად, რაც არის ჩემი აზრით ძალიან მაგარი რამ. და თავად ხედავთ, როგორ გამოიყურება, როდესაც ეს ორი მოწყობილობა არის ერთად და ასევე შეგვიძლია დავტკბეთ იმით, თუ როგორ გამოჩნდება ჩვენ Android ეკრანზე მაუსი. აი თავად ხედავთ, ხა არ ვიცი აქ ეკრანზე ჩანს თუ არა, მაგრამ ეკრანზე გამოჩნდა მაუსი, რომელს დახმარებით შეგვიძლია შევასრულოთ სხვადასხვა ოპერაციები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთგვარი პატარა ნეტბუქი, რომელსაც არის ჩაწერილი Android-ი და შეგვიძლია დავტკბეთ იმ Android-ის ყველა პლუსით, რაც გააჩნია მას. ნუ სიტყვაზე თუ აღარ მოგვინდება კლავიატურა, თავისუფლად შეგვიძლია იგი მოვაშოროთ, მაგრამ სანამ კლავიატურას მოვაშოროთ და სანამ უშუალოდ გავეცნობი ამ შესანიშნავი პლანშეტის ფიზიკურ თუ შინაგან მახასიათებლებს, კიდევ ერთი სიურპრიზი. მასზე, თქვათ, იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან მიჩვეული, თქვათ, touchpad-ის ხმარება, შეგვიძლია მივუერთოთ ჩვეულებრივი ტიპის მაუსი, რომელიც დემონსტრირებას ახლა მე მოვახდენ. ანუ ესე ვხსნით USB ports, რომელიც ოდნავ მიზალიანდება, მაგრამ მაინც მოვახერხე და შევაერთე ჩვენს Asus-ში შევერთე ამ ჩვენ Asus-ში, ეს ვთქვათ, ჩვეულებრივი მაუსი და თავად ხედავთ, რომ მე ახლა Android-ის სისტემაში ვყოფებით ჩვეულებრივი მაუსით. თავად ხედავთ მაუსი როგორ ძარბის, შემეძლია მე მოვახდინო ესე ნავიგაცია, ძალიან მარტივად და რაც არის ძალიან მაგარი რამ, ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ტექნოლოგიური მიღწევა. ძალიან დიდი მადლობა Asus, ძალიან დიდი მადლობა Android-ს და ძალიან დიდი მადლობა ამ მაუსს და ძალიან დიდი მადლობა მე რო თქვენ გაგაცანით ამ ტექნოლოგიურ სიხლის შესახებ. ეხლა მე დროებით კლავიატურას მოვაშორებ. გადავთავთ ეს სპეციალურად გადავთვალით და
ამოდის ეს პლანშეტი და უკვე ხედავთ რომ დააშალა. ახლა პლანშეტს ის შეგვიძლია ვერტიკალურ მდგომარეობაში უყუროთ. შეგვიძლია ვერტიკალურად უყუროთ, შეგვიძლია ამოტრეულოთ ჰორიზონტალურად და ესე ხდება მისი გადმოტრიალება. აპლიკაციების მენიუ გამოიყურა შემდეგნაირად. თავად ხედავთ რომ Android-ის 3.0 ვერსიასთან ვისაც ქონია შეხება, თავად ხედავთ რომ ეს არის მისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ინტერფეისი. თუ თქვენს ყველაზე უფრო მეც შეგიძლიათ გადახვიდეთ გვერდზე. ასევე აქ არის My Apps, აქ არის გადმოწერილი აპლიკაციები, რომლებიც ჯერჯერობით რა თქმა უნდა არ იმყოფება მასში. მეტროებით ეკრანს გამორთავ, აქ არის ხმის ამწევი დამწევი ღილაკები, აქ არის ჩამთავი და ბლოგის მოხსნილი ღილაკი. აქ არის 3.5 მმ-იანი ჯეკი, HDMI პორტი და აქ არის micro SD კარტის, ან შეგიძლიათ მეხსიერება კიდე გაზარდოთ. გვერდან მხარეს ერთება დამტენი და ისევ გავაქტიურებთ ჩვენი ეკრანი. თავად ხედავთ როგორი საოცარი ანიმაციები გააჩნია Android-ის 3.0 ვერსიას, გავხსნათ. განბლოკოთ და აი თავად ხედავთ როგორ ხდება გვერდებზე მოძრაობა. თუ თავისუფალ გვერდზე დავუწყებთ დიდხანს, გამოდის სპეციალური მენიუ, სადაც შეგვიძლია ავარჩიოთ სხვადასხვა ვიჯეტი, ანუ მაგალითად დავამატოთ საათი. ხედავთ როგორ გადახდა და შეგვიძლია ამ საათს მე მივჩინოთ სხვა მდებარეობა. ეხლა რაც შეეხება აპლიკაციებს, შევიდეთ პარამეტრებში და გავაქტიუროთ უკაბელო ქსელი, რომელიც მე თურმე უკვე გამიაქტიურებია და გამოვიდეთ უკან და შევიდეთ აუცილებლად ინტერნეტში და ნახოთ თუ როგორ გამოიყურება სენსორული კლავიატურა. აქ მოგთხოვა პლანშეტმა Adobe Flash-ის გადმოწერა, რომელსაც მე ჯერჯერობით არ გადმოვიწერ. გამოვალ ახლა უკან. ასე მოთხოვა სისტემის განახლება. ავკრიფოთ ჩვენი ვებგვერდის მისამართი www.zoom.com/zoom.g და თავად ხედავთ რომ სულ რაღაც 3-4 წამი დაჭირდა მის ჩასატვირთად. თავად ხედავთ რომ საიტი გამოიყურება ისე როგორც გამოიყურება ხოლმე ჩვენი კომპიუტერების ეკრანზე. ტექსტი მასზე ჩანს ძალიან კარგად. აქვს Adobe Flash-ის მხარდაჭერა, ანუ შეგიძლიათ უყუროთ YouTube-ს, My Videos და ასე შემდეგ. დავუბრუნდეთ უკან და მე მინდა YouTube-ის დემონსტრირება, მაინტერესებს თუ როგორ გამოიყურება ესე თუ ის ვიდეო ამ უშუალებელ ეკრანზე. გადავიყვანოთ, რა თქმა უნდა, მაღალი გაფართოების რეჟიმში პარამეტრებიდან და ჩავწეროთ ჩვენი კოდური სიტყვა, ეს არის 1080 პიქსელი. 1080 პიქსელის მაღალი გაფართოების ვიდეო და უყუროთ რომელიმე მათგანს. მაგალითად, ავიღოთ ეს და შემდეგ გავზარდოთ მთლიან ეკრანზე. აქედან ხდება ხმის აწევა. ანუ ეს არის ფაქტურად შესანიშნავი მოწყობილობა კინოების, ვიდეოების აყურებლად. თავად ხედავთ, არის გასაოცარი ხარისხი, ძალიან კარგად გადმოსცემს ეს მოწყობილობა ფერებს. ძალიან მკვეთრი არის. და ძალიან სწრაფი, ოდნავადაც არ ხდება შეფერხება. და დამეთანხმებით, რომ ვიდეო გამოიყურება შესანიშნავად, ძალიან კარგი ხარისხი აქვს მას და შეგიძლიათ უყუროთ თქვენ საყვარელ ვიდეოებს YouTube-ზე, დავუკავშიროთ Wi-Fi-ს, შეხვიდეთ ინტერნეტში და ასე შემდეგ. ასევე არის ამ პლანშეტისთვის შესანიშნავი თამაშები, რომლებიც გრაფიკით არ ჩამოვარდება ბევრ სერიოზულ მოწყობილობას. ანუ როგორც უკვე გითხარით, მას გააჩნია ასევე დამატებითი კლავიატურა. შეგიძლიათ მასზე შეერთოთ მაუსზე, შეგიძლიათ ბეჭდოთ, შეგიძლიათ მოხსნათ, ანუ ეს არის ერთგვარი მრავალფუნქციური პლანშეტი. Asus EEP TF-101 შეგიძლიათ დაათვალიეროთ მისი დეტალური მონაცემები და სურათები ჩვენს ვებსაიტზე www.zoom.g. ამით მე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.